შემოქმედება ფროიდის მიხედვით ფსიქოლოგიურ ტრავმათაგან განთავისუფლებას გულისხმობს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიოლოგიური ძალების დაუკმაყოფილება ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული. ანუ თუ კი ხდება ბლოკირება და აკრძალვა ბიოლოგიური მოთხოვნილების, მაშინ ყალიბდება ფსიქოლოგიური ტრავმა. ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც დიდი ტვირთია ფსიქიკისთვის, რომელიც იწვევს სერიოზულ ფსიქიკურ დარღვევებს და რომელიც არის პირობა გარკვეული ფსიქიური დაავადებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე განიხილავს ფროიდის შემოქმედების ფენომენსაც. მისთვის მხატვრული შემოქმედება ვიმეორებ ფსიქოლოგიურ ტრავმათაგან განთავისუფლების ერთ-ერთი პირობაა. კრეატორის შემოქმედი მხატვრული მოქმედებით საკუთარი მოთხოვნილებების რეალიზებას ან დაკმაყოფილებას ახდენს. ამ შემთხვევაში ნატურის ასრულება ხდება არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი გზით. შესაბამისად, მხატვრული პროდუქტი არა მხოლოდ ეფუძნება არარეალიზებულ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს, არამედ გარკვეულწილად ასახავს კიდეც მათ. ძალიან საინტერესოა აქედან გამომდინარე განდევნის და პროექციის ფენომენების განხილვა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ განდევნის ფენომენზე, იმიტომ რომ ხელოვნების სტიმულად ფროიდმა წარმოაჩინა ცნობიერიდან არაცნობიერში განდევნილი ფსიქიკური შინაარსები. მას ლოგიკა არის ასეთი. ის ბიოლოგიური მოთხოვნილება, ის ფსიქიკური შინაარსი, რომელიც ცნობიერისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თავისი მიუღებლობის გამო, გარკვეული ნორმების თვალსაზრისით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, ეთიკური ნორმები, ესთეტიკური ნორმები, ინტელექტუალური ნორმები და ასე შემდეგ, ძირითადად აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეთიკურ, ზნეობრივი და სოციალური ნორმები, მაშინ ხდება აი ამ ფსიქიკური შინაარსის განდევნა ან რეპრესირება ცნობიერიდან არაცნობიერში. ესე იგი, არაცნობიერის შინაარსს ქმნიან ცნობიერიდან არაცნობიერში განდევნილი ფსიქიკური შინაარსები. ის შინაარსები, რომლებიც მიუღებელია კულტურული ადამიანისათვის მისი ეთიკური და ზნეობრივი და ასევე სოციალური ნორმებიდან გამომდინარე. გამოდის, რომ ხელოვნება ასპარეზს ქმნის აი ესეთი განდევნილი ფსიქიკური შინაარსებისთვის. და აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, ხელოვნება არის შესანიშნავი ასპარეზი არაცნობიერი განდევნილი შინაარსების გამოვლენისა და მათი შემდგომი შესწავლისთვის. საინტერესოა, რომ ამ განდევნილ ფსიქიკურ შინაარსებს ფროიდი ხშირად უწოდებს ველურ სტიქიურ ძალებს, რომელთა მართვა კონტროლი ყოველთვის არ ხელეწიფება ადამიანს. არადა სწორედ მათ კონტროლზე არის დამოკიდებული ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური ბალანსი. ფროიდის თეორიაში ხელოვნების საფუძვლად, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეროტულ-თანატური ინსტინქტების, სექსუალობისა და აგრესიის ერთიანობა მოიაზრება, რომელთა რეალიზება დაკმაყოფილებასაც ისახავს მიზნად როგორც მხატვარ კრეატორის, ასევე მისი აღქმელ რეციპიენტის მოქმედებაც. ასე მაგალითად ფროიდიანელ კულტუროლოგ მიულერ ფრეინფელსის შეხედულებით შექსპირი და დოსტოევსკი მხოლოდ იმიტომ არ იქცნენ დამნაშავეებად, რომ ტიტანური აგრესიისა და დამანგრეველი იმპულსებისგან განმუხტვა შემოქმედებისა და მხატვრული აქტივობის დახმარებით შეძლეს. ფსიქოანალიზის მიხედვით არაცნობიერ ძალთა რეალიზებას, მათ გამოვლენასა და ამით განეიტრალება დაკმაყოფილებას ახდენს არა მხოლოდ შემოქმედება, არამედ ასევე სიზმარი და უკიდურესი ფორმით სულიერი აშლილობა. ძალიან საინტერესო არის მიმართება აი ამ სამ ფენომენს შორის, როგორ იხილავს ფროიდი კავშირს მათ შორის. თუ კი ფსიქოლოგიური პრობლემა არც ისე თუ არ არის ძალიან მწვავე, თუ კი ფსიქოლოგიური პრობლემა არ არის ინტენსიური, მაშინ მისი
გადაწყვეტა და მისგან განთავისუფლება ხდება სიზმრის საშუალებით. სიზმარი ეს არის პირველადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ასპარეზი არაცნობიერი ბიოლოგიური ძალების და ინსტინქტების რეალიზებისათვის. უფრო მარტივად რო ვთქვათ, სიზმარი ფროიდის გაგებით ეს არის არენა, სადაც ხდება სექსუალური და აგრესიული მოთხოვნილებების რეალიზება. ცნობილი ფროიდის ფრაზა, სახელგანთქმული ფრაზა, სიზმარის სამეფო გზა არაცნობიერისკენ, რადგანაც იგი იძლევა არაცნობიერი შინაარსების უშუალოდ დაკვირვების არაჩვეულებრივ საშუალებას. სანამ ჩვენ სიზმარს კიდე დავუბრუნდებოდეთ, მოდით შევეხოთ შემდეგ, ასე ვთქვათ, ფენომენს, ეს არის მხატვრული შემოქმედება, რომელიც ასპარეზზე გამოდის მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიური ტრავმა წვავდება, ფსიქოლოგიური პრობლემა მწვავდება. ესე იგი, თუ კი ფსიქოლოგიური პრობლემა არც თუ ისე მწვავეა, ხდება მისი გადაწყვეტა და მისგან განთავისუფლება სიზმრის საშუალებით, თუ კი იგი წვავდება, მაშინ ასპარეზზე გამოდის მხატვრული შემოქმედება და ჩნდება იმპულსი, ადამიანს უჩნდება იმპულსი მხატვრული შემოქმედებისკენ, ხატვისკენ, ცეკვისკენ, სიმღერისკენ და ასე შემდეგ და თუ კი, ვთქვათ, აი ამ გზამაც არ უშველა ფსიქოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას, მაშინ ჩნდება მესამე და ბოლო გზა, ეს არის სულიერი აშლილობა. ესე იგი, სამივე ფენომენს სიზმარს, მხატვრულ შემოქმედებას და სულიერ აშლილობას საფუძვლად ედება ერთი და იგივე მოტივი. ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმა. ფსიქოლოგიური ტრავმა თავის მხრივ გულისხმობს არარეალიზებული ბიოლოგიური მოთხოვნილებების არსებობას. ანუ როგორც სიზმარს, ასევე მხატვრულ შემოქმედებას და სულიერ აშლილობას საფუძვლად უდევს არარეალიზებული ბიოლოგიური მოთხოვნილებები ფროიდის თანახმად. განსხვავება მათ შორის არის ფაქტობრივად ხარისხობრივი. სიზმრის შემთხვევაში ფსიქოლოგიური პრობლემა ნაკლები ინტენსივობისაა, მხატვრული შემოქმედების შემთხვევაში მისი ინტენსივობა მატულობს და ინტენსივობა მაქსიმუმს აღწევს სულიერი აშლილობის შემთხვევაში. ამიტომაც ფროიდისთვის მხატვრული შემოქმედება შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სიზმარი ცხადში და ეს არის სულიერი აშლილობის, ასე ვთქვათ, იული ფორმა და სახე. სხვათა შორის, აი მსგავსი დამოკიდებულება ამ ფენომენების მიმართ სხვა ავტორებთანაც და უფრო ადრეულ ეპოქებშიც შეინიშნება, მაგრამ ფროიდის დამსახურება არის ის, რომ მან ჩამოაყალიბა ერთიანი კონცეფცია, ერთიანი თეორია, სადაც ძალიან ლოგიკურად დააკავშირა ეს სამი ფენომენი მისი პოზიციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან. ეხლა შეხება კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. ეს არის სიმბოლოს საკითხი. ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ყველანი ვხედავთ სიზმრებს, მეტნაკლები ინტენსივობით, რა თქმა უნდა. უბრალოდ ყველანი ვხედავთ დაახლოებით თანაბარი ინტენსივობით, მაგრამ ზოგს გვახსოვს ეს სიზმრები და ამასაც თავისი ფსიქოლოგიური კანონები გააჩნია, კანონზომიერება გააჩნია და ზოგს გვახსოვს უფრო მეტად და ზოგს გვავიწყდება. რაც ასევე აიხსნება ფსიქოლოგიური კანონებით. სიმბოლო არის სიზმრის ძირითადი შინაარსი. სიზმარს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ასე ვთქვათ. აქ თვალსაჩინო ხატები, რომლებსაც ჩვენ, ასე ვთქვათ, უშუალოდ ვჭვრეთ, ისეთი ორმაგი მნიშვნელობის არიან, ასე ვთქვათ, ორმაგი დატვირთვა აქვთ. მათ აქვთ ხილული ასპექტი, ცხადი ასპექტი, ცხადი შინაარსი და ფარული ლატენტური შინაარსი. აქედან გამომდინარე ეს კლასიკური სიმბოლოებია. მათში არის ცხადი ასპექტი და არის ფარული ლატენტური შინაარსი და მნიშვნელობა. ფროიდის ერთ-ერთ ამოცანას შეადგენდა არაცნობიერი სიმბოლოების ამოკითხვა და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიზმრისეულ სიმბოლოებში არაცნობიერი შინაარსების ამოცნობა.
ძალიან საინტერესო როგორ ხსნის ფროიდი სიმბოლოთ წარმოქმნას. ამ საკითხს რა თქმა უნდა მე საგანგებოდ ვეხები, იმიტომ რომ ისევე როგორც სიზმრისათვის არის დამახასიათებელი, არსობრივად დამახასიათებელი სიმბოლო, ზუსტად ასევეა იგი დამახასიათებელი მხატვრული შემოქმედება სიმბოლოთ წარმოქმნის პროცესს ეფუძნება. აი როგორ ესმის ფროიდს სიმბოლოთ წარმოქმნა? ეს არის ფსიქიკის მუშაობის, ასე ვთქვათ, პროცესი, რომელიც გულისხმობს ფროიდის გაგებით არაცნობიერი შინაარსების შენიღბვას. მათ მუალირებას იმ მიზნით, რომ არ მოხდეს ცნობიერების ტრავმირება. რო განმარტოთ ფროიდის ლოგიკა, მაშინ არაცნობიერი შინაარსი იმდენად მიუღებელია ცნობიერისთვის, იმდენად შემზარავი თავისი ბიოლოგიური გულახდილობით და პირდაპირობით, რომ აუცილებელი ხდება მისი შენიღბვა, რათა ის ტრავმის გარეშე ამოვიდეს ცნობიერების ზედაპირზე და არ გამოიწვიოს ძალიან სერიოზული დარღვევები თავისი ისევ და ისევ პირდაპირობისა და უშუალობის გამო. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა. აქ ლაპარაკია იმ სექსუალურ და აგრესიულ ლტოლვებზე, რომელთა შენიღბვასაც მიმართავს ფროიდის თეორიის მიხედვით ჩვენი ფსიქიკური მექანიზმი, რათა არ მოხდეს ჩვენი ტრავმირება, რათა ცნობიერმა, ასე ვთქვათ, ცნობიერში არ მოხდეს დარღვევები და ცნობიერმა მიიღოს ეს შინაარსები. ჩვენ რომ გამოვიყენოთ მეტაფორა, არადა ფროიდის ენა როგორც ხედავთ არის მეტაფორული, ფსიქიკა მიმართავს, ასე ვთქვათ, მასკარადს. იგი სახეს უცვლის არაცნობიერ შინაარსებს, რათა ისინი დადაშვებულ იქნენ მეჯლისზე. მოდით კიდევ ერთი მეტაფორა წარმოვიდგინოთ, განვიხილოთ. ადამიანის ფსიქიკა ფსიქოანალიზის მიხედვით შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც ორსართულიანი შენობა, სადაც პირველი სართული არის ბნელი დარბაზი, ბნელი სარდაფი, ეს არაცნობიერის სათავსოა, სადაც ჩვენი არაცნობიერი ლტოლვები, განდევნილი სურვილები, დათრგუნული ტენდენციები და ბნელი, ასე ვთქვათ, ინსტინქტები არიან დატყვევებულნი და ზევით მეორე სართულზე არის ცნობიერის სათავსო, სადაც მას სუფევს წესრიგი, სადაც ყველაფერი ემორჩილება აზროვნების და ნებისყოფის კანონებს და მათ ძალას. აი ამ ორ, ასე ვთქვათ, სართულს შორის ისევ მეტაფორის ძალით შეიძლება წარმოვიდგინოთ კარები, რომელსაც იცავს ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ფსიქიკის მექანიზმი, რომელსაც ფროიდმა პირობითად და მეტაფორულად დაარქვა ცენზორი, ჩვენი შინაგანი ფსიქოლოგიური ცენზორი, რომელიც აკონტროლებს მიმართებას ფსიქიკის აი ამ ორ ზედა და ქვედა სათავსოებს შორის, აგვარებს მიმართებას ცნობიერსა და არაცნობიერს შორის და ამით განსაზღვრავს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თავს გვარიდებს ფსიქიკურ ანომალიებს. ისევ დავუბრუნდეთ მეტაფორას, მას ვთქვათ, არაცნობიერ ლტოლვას სურს ამოჭრა ცნობიერების ზედაპირზე. არდა ისევ და ისევ მეტაფორების ძალით, აი დატყვევებული, ყველა დატყვევებული მონის სურვილი არის განთავისუფლება და აქაც ასე ვთქვათ ლტოლვები, ჩვენი დათრგუნული ლტოლვები, როგორც ჩვენი ფსიქიკის მონები არ არიან გამონაკლისნი. მათი მიზანი არის თავისუფლების მოპოვება. იმისთვის რომ განთავისუფლდნენ, მათ უნდა მიაღწიონ კარიბჭეს, კარებს, რომელსაც იცავს ცენზორი და აი ძალიან რთული ვითარება იქმნება. აქ პირველი ვარიანტი ცენზორი მათ უკანვე აბრუნებს არაცნობიერში, მიმართავს რომ ვიხმაროთ ფსიქოანალიზური ტერმინი რეპრესიას ან დათრგუნვას, მეტაფორულად მათრახს გადაუჭერს მონას და აბრუნებს მას ბნელ და ჭუჭყიან სარდაფში, მაგრამ თუ კი მონები კარგად ამბოხდებიან ერთად, შეთანხმებულად იმოქმედებენ, მაშინ შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნან. არა მარტო ცენზორს, არამედ აი ზედა სართულსაც. ამიტომაც ცენზორი მიდის დათმობაზე. იგი ირჩევს აი ლტოლთვათაგან ზოგიერთს და ახდენს მათ უალირებას. მეტაფორულად მათ, ასე ვთქვათ, ცივილურ იერს ანიჭებს,
დააბანს, ჩააცმევს და ასეთი სახით უშვებს ზედა სარდაფში, ან ზედა სართულზე, ან ცნობიერების ზედაპირზე. მაგრამ რეალურად აი ამ შენობას მთლიანად მის ასე ვთქვათ ცხოვრებას, მის მკვიდრთა ცხოვრებას განსაზღვრავს მონათა შრომა ან არაცნობიერი ლტოლვების ცხოვრება და მათგან მომავალი სტიმულები და მათ მიერ შექმნილი мотивация.